წოდდადიანი შესაძლებელი. არა. წოდდადიანი ხო არის? არ არის. ვინ გაიმარჯვა საქართველო-ვიეტნამის ომში 1956 წელს? ვინ გაიმარჯვა საქართველო-ვიეტნამის 1956 წლის ომში? ვინ არის იოსებ ჯუღაშვილი? ორ სახელს ვერ დავარქმევ. საქართველოს უახლესი ისტორიისა და აწმყოს შესახებ მსგავსი პასუხების მიღების შემდეგ ჩვენ დავინტერესდით თუ რამდენად გათვითცნობიერებული და ინფორმირებულია საზოგადოება სოფლიოში მომხდარი თუ მიმდინარე მოვლენების შესახებ. პასუხები არც ამ შემთხვევაში იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. რა რელიგიის არიან ბუდისტები? ბუდისტები, მუსულმანები. რა რელიგიის არიან ბუდისტები თუ იცი? არ ვიცი. რა რელიგიის არიან ებრაელები? მუსულმანები. არა, მუსულმანები. ქრისტიანი, ნახევარი და მუსულმანიც და ქრისტიანიც. არა. რა რელიგიის არიან ებრაელები? ებრაელები გააჩნია ყველა რელიგია, მაგრამ ძირითადად ქრისტიანები. რა რელიგიის არიან ებრაელები? ებრაელები რა რელიგიის არიან თუ იცი? ებრაელები? ბუდისტები? ბუდისტები? რელიგიის? არ ვიცი. რომელი უფრო ძლიერი ტერორისტული ორგანიზაციაა, ალ-ჯაზირა თუ ალ-ქაიდა? ალ-ჯაზირა უფრო დიდი ჩამოყალიბებულია, შეიძლება ალ-ჯაზირა მოხდეს. რომელი უფრო ძლიერი ტერორისტული ორგანიზაციაა, ალ-ქაიდა თუ ალ-ჯაზირა? ორივე. რა არის ალ-ქაიდა? ალ-ქაიდა მე მგონი სარწმუნოება რა. რომელი უფრო ძლიერი ტერორისტული ორგანიზაცია, ალ-ჯაზირა თუ ალ-ქაიდა? ალბათ ალ-ჯაზირა. რა ენაზე საუბრობენ ლათინურ ამერიკაში? ინგლისური. ვერამდენადაც ვიცი. რა თქმა უნდა, ლათინურად. ლათინურ ამერიკაში საუბრობენ ლათინურად, მართალია თუ არა? ლათინური მართალი იქნება, მაგრამ რა ენაზე საუბრობენ ლათინურ ამერიკაში? ლათინურ ამერიკაში ინგლისურად. რა ენაზე საუბრობენ ლათინურ ამერიკაში? ლათინურ ამერიკაში საუბრობენ ლათინურად, მართალია თუ არა? ალბათ მართალია, აბა ლათინურ ამერიკაში როგორ საუბრობენ? და რომელი ვალუტაა მიმოქცევაში ინგლისში? დოლარი? ცენტია მე მგონი. დოლარი? რით არის ცნობილი ჰიროსიმა და ნაგასაკი? ჰიროსიმა ნაგასაკი ცნობილი არის იაპონიის პრემიერ-მინისტრი. რით არის ცნობილი ჰიროსიმა და ნაგასაკი? ჰიროსიმა და ნაგასაკი ერთმანეთთან ომით. სულ რამდენი მსოფლიო ომი მომხდარა? ძალიან ბევრი. ვინ არის ფიდელ კასტრო? რა არის კინოლოგია? მეცნიერება, რომელიც ძაღლებს შეისწავლის, კინოინდუსტრია თუ პატარა ლეკვები? რა არის ობსერვატორია და ბოლოს რამდენი კუთხე აქვს სამკუთხედს? ამ ერთი შეხედვით სასაცილო შეკითხვებზე ჩვენ შემდეგი პასუხები მივიღეთ. ვინ არიან კინოლოგები? კინოლოგები არიან ძირითადად ვინც ამ სფეროში არიან დაკავებული ფილმის გადაღება ძირითადად რეჟისორს ევალება, მაგრამ უშუალოდ მაგათაც კინოლოგები. კინოლოგები, კინოსპეციალისტები ალბათ. რა თქმა უნდა. ვინ არიან კინოლოგები? ისინი ვინც ალბათ კინოს იღებენ. კინოლოგები. პატარა ლეკვები, ასე რომ ვთქვათ, პატარა ძაღლები. რა არის ობსერვატორია? ობსერვატორია არის. რა არის ობსერვატორია? ობსერვატორია ეს მასთან არის დაკავშირებული, თავისთავად მუსიკასთან არის დაკავშირებული. სამკუთხედს რამდენი გვერდი აქვს? ორი. და არსა ქალაქი პორტმოვია ჭავჭავაძე, ნიკოლაძე თუ გერონტი ფოთელმა. ალბათ გერონტი ფოთელმა. გერონტი ფოთელმა. ქალაქი ფოთი? არ ვიცი. და არსა ქალაქი ფოთი. ჭავჭავაძე, ნიკოლაძე თუ გერონტი ფოთელმა. ეს წამწიკაჩი. არა, გვეჩქარება. და არსა ქალაქი ფოთი. ჭავჭავაძე, ნიკოლაძე თუ გერონტი ფოთელმა.
არ ვიცი. გენოდი ფოთელმა ალბათ არ ვიცი. მოგიყურათ გერონტი ფოთელმა. ვინ დაარსა ქალაქი ფოთი? ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძემ თუ გერონტი ფოთელმა? ნიკოლაძე მე მგონი. არ ვიცი. ნიკო ნიკოლაძე. ალბათ. სავარაუდოდ ფოთელმა. ვინ დაარსა ქალაქი ფოთი? ილია ჭავჭავაძე. არ გიპასუხებთ. არ მინდა. ნიკო ნიკოლაძე. გერონტი ფოთელმა ალბათ. აი არ ვიცი. როგორ შეაფასებთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სერგო ორჯონიკიძის პოლიტიკურ მოღვაწეობას? მაგას უკვე მატყუებები მაგდენი მაინც ვიცი. გამსახურდია. სერგო ორჯონიკიძე პირველი პრეზიდენტი იყო საქართველოსი? ხო. სერგო ორჯონიკიძე არ ყოფილა. ეგეთი დაური არ ვარ. როგორ შეაფასებთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სერგო ორჯონიკიძის პოლიტიკურ მოღვაწეობას? საკმაოდ კაი. სერგო ორჯონიკიძე არ ყოფილა პირველი პრეზიდენტი. შეადგა გამსახურდია. საქართველოს პირველი პრეზიდენტი გამსახურდია. არ თქვა, არა, ნოე ჟორდანია იყო ჩემ თვალში და იქნება და მოკვდება, იცოდი, არ თქვა ეგ, თორე ტაქტში. არ თქვა, ხო იცი როგორ შეხედულებ. ნოე ჟორდანია. როგორ შეაფასებთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სერგო ორჯონიკიძის პოლიტიკურ მოღვაწეობას? მე кайფები. რა ვიცი, თუ მაგ კონტექსტით კიდევ განიხილოთ, ალბათ იყო რაღაც. როგორ შეაფასებთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სერგო ორჯონიკიძის პოლიტიკურ მოღვაწეობას? მეტნაკლებად დადებითად ალბათ. არ იყო პირველი პრეზიდენტი სერგო ორჯონიკიძე. არ იყო, არა. პირველი პრეზიდენტი ვინ იყო? კონსტანტინე გამსახურდია. არა ეს. ზუსტად გამსახურდია კონსტანტინე მამა. როგორ შეაფასებთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სერგო ორჯონიკიძის პოლიტიკურ მოღვაწეობას? არ ვიცი. საფრანგეთის რომელ ქალაქში მდებარეობს დიდი ქართული საზოგადო მოღვაწე სოსო შატბერაშვილის ძეგლი? არ ვიცი. სოსო შატბერაშვილი გაგიგია? კი, ვინ არის? არ ვიცი. ვინ დაარსა ქალაქი ფოთი? ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, გერონტი ფოთელმა? არ ვიცი. როგორ შეაფასებთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სერგო ორჯონიკიძის პოლიტიკურ მოღვაწეობას? და რო არ ყოფილა სერგო ორჯონიკიძე? ვინ იყო პირველი პრეზიდენტი? პირველი პრეზიდენტი იყო, ეხლავე გეტყვით. დამოუწყო. როგორ შეაფასებთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სერგო ორჯონიკიძის პოლიტიკურ მოღვაწეობას? სერგო ორჯონიკიძე არ იყო პირველი პრეზიდენტი. პირველი პრეზიდენტი იყო ზიად გამსახურდია. საფრანგეთის რომელ ქალაქში მდებარეობს დიდი ქართული საზოგადო მოღვაწე სოსო შატბერაშვილის ძეგლი? სოსო შატბერაშვილი არ არის მე მგონი, მოქანდაკე ხო? კიდე გაქვს? სოსო შატბერაშვილი მე მგონი პოლიტიკოსია. აღმოაჩინეთ ერთ-ერთი ახალგაზრდა მაინც, რომელმაც 4-ვე კითხვას პასუხი სწორად გასცა და ეხლა ვნახოთ რაც გვიპასუხებენ სხვები. გამარჯობა ახალგაზრდები. შეიძლება რამე მოგიხადოთ? ვინ დაარსა ქალაქი ფოთი? ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე თუ გერონტი ფოთელმა? როგორ? ვერ გავიგე. ვინ დაარსა ქალაქი ფოთი? ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე თუ გერონტი ფოთელმა? ფოთელმა ალბათ. საფრანგეთის რომელ ქალაქში მდებარეობს დიდი ქართული საზოგადო მოღვაწე სოსო შატბერაშვილის ძეგლი? არ გამიგია მართლა. სოსო შატბერაშვილი. არა, საფრანგეთში აშკარა. ცოცხალია. ვინ არის სოსო შატბერაშვილი? პოლიტიკოსი? ხო, პოლიტიკოსი. არ ვიცი. არ ვიცი. არ მდებარეობს, ხო? გონი. სოსო შატბერაშვილი ვინ არის? არ ვიცი, არ გამიგია საერთოდ. საფრანგეთის რომელ ქალაქში მდებარეობს დიდი ქართული საზოგადო მოღვაწე სოსო შატბერაშვილის ძეგლი? არ ვიცი. არ ვიცი. სად მდებარეობს? აბა სად მდებარეობს თქვენ თუ იცი? სოსო შატბერაშვილი ძეგლი. სოსო შატბერაშვილი ვინ არის? სოსო შატბერაშვილის არა უნდა ვიცოდი, არ ვიცი მართლა. არ ვიცი. ეს ლეიბორისტების არის? სოსოს აქ თბილისში არ არის და საფრანგეთში ამდა მაგის ექს პროსტა. საფრანგეთის რომელ ქალაქში მდებარეობს დიდი ქართული საზოგადო მოღვაწე სოსო შატბერაშვილის ძეგლი? არც ეს არ ვიცი. რამდენ ნაწილად ყავს ჩინეთის კედელი კორეას? კორეას? რა უნდა კორეას ჩინეთის კედელს?
არ ყავს. არ მგონი, არ უნდა ყოფდეს ეს, თქონდე არ ყოფდა და ახლა არ ვიცი. ფილები ვარ. არა, ნუ რაღაცები არ ვიცი შეიძლება, მაგრამ ეგ მაინც ვიცი. 3, 2, არ ვიცი ზუსტად. არ ვიცი. კორეას ყოფს ჩინური კედელი? ჩინური კედელი არის ჩინეთის ირგვლივ. 2, ალბათ არ ვიცი. რამდენ ნაწილად ყოფს ჩინური კედელი კორეას? არ ვიცი. გამოკითხვიდან კარგად ჩანს თუ რა ვითარებაა დღესდღეობით საქართველოში. ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად ობიექტურები ვყოფილიყავით და რეალობა ამ გამოკითხვაში აგვესახა. ვინ დაარსა თბილისი? კობა ხაბაზი, ვახტანგ გორგასალმა თუ აბოთფილელმა? რა თქმა უნდა კობა ხაბაზმა. ვახტანგ გორგასალმა. ვინ დაწერა დედაენა? ზაქარია ფალიაშვილმა, იაკობ გოგებაშვილმა, ივანე ჯავახიშვილმა? კაცადნი ჩქარება. ვინ დაარსა თბილისი? კობა ხაბაზმა, ვახტანგ გორგასალმა, აბოთფილელმა? არ ვიცი. თბილისი ვინ დაარსა? ვახტანგ გორგასალმა. დედაენა ვინ დაწერა? იაკობ გოგებაშვილმა. სად მდებარეობს მდინარე ნილოსი? საქართველოს რომელ კუთხეში? რა? არ ვიცი. საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს მდინარე ნილოსი? სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, მთიანი აჭარა? სამცხე-ჯავახეთი. სად მდებარეობს მდინარე ნილოსი? აჭარა. აჭარა, მადლობთ. რომელ კუთხეში მდებარეობს მდინარე ნილოსი? კასპიაში კი თარტავს უარას ადამიანი. სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, მთიანი აჭარა? აჭარა. კასპიაში მდებარეობს? სად კასპში რომელს მეკითხება გამის პასუხი? სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, მთიანი აჭარა? რას მეკითხები მაგას მაქსამი ვერ გავიგე მაგას. მდინარე ნილოსი სად მდებარეობს? ვინ სვანეთში? ვინ დაარსა? დავით გორგასალმა. როგორც გამოკითხვის შედეგებიდან აღმოჩნდა, თურმე საქართველოს დედაქალაქი კობა ხაბას დაუარსებია. იმასაც ამბობენ, რომ მის სამშენებლობაში გარკვეული წვლილი დავით გორგასალსაც მიუძღვის. დარწმუნებული ვარ, ბატონ კობას ჩვენი გამოკითხვის შედეგები ძალიან გაახარებს. ალბათ არც ის ეცოდინება, რომ ქართველმა ერმა ის თანამედროვე გორგასლად შერაცხა. თუ ავსდები გორგასალმა. ვინ დაწერა დედაენა? ფალიაშვილმა, ჯავახიშვილმა თუ თბილელმა? მაგდენი არ ვიცი. დედაენა ვინ დაწერა? არ ვიცი. ვინ დაწერა დედაენა? რა ვიცი მე. თბილისი ვინ დაარსა? აღარ გეტყვი. არ ვიცი გენაცვალი მე მაგის. აღმაშენებელმა დაარსა თბილისი? არ ვიცი. არ ვარ თბილისი. აუცილებელია თბილისელი იყო, რომ იცოდე ვინ დაარსა? ქართველი. დავით აღმაშენებელი. ვინ დაწერა დედაენა? არ ვიცი. საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს მდინარე ნილოსი? ზემო სვანეთში, ზემო აჭარაში თუ შუა კახეთში? არ ვიცი. გოგოებო, ვინ არის დედაენის ავტორი? ვინა გოგო დედაენის? ვაიმე, იაკობ გოგებაშვილი რამდენი? ის თუ იცი, ვინ დაარსა დედაქალაქი თბილისი? ვახტანგ გორგასალმა. ვინ დაარსა ქალაქი თბილისი? ვინ დაარსა? არ ვიცი. აკაური არ ვარ. ის თუ იცით, ვინ დაწერა დედაენა? არ ვიცი, აკაური არ ვარ. ვინ არის დედაენის ავტორი? ილია ჭავჭავაძე. აკაკი წერეთელი ხარ. თუ იცით, ვინ დაარსა ქალაქი თბილისი? არ ვიცი. როგორც აღმოჩნდა, ქართული დედაენის ავტორი ილია ჭავჭავაძე ან აკაკი წერეთელი ყოფილა. თუ იცით, ვინ არის დედაენის ავტორი? არ იცი? არა. ვინ დაარსა ქალაქი თბილისი? ჩემისად მე არ არის. ვინ დაწერა დედაენა? ვინ დაწერა დედაენა? ილია. ბატონო? ილია. ვინ დაარსა ქალაქი თბილისი? დავით აღმაშენებელი. ხაბაზმა, აღმაშენებელმა თუ ფალიაშვილმა? სავარაუდოდ ვინ ნახეთ ახლა? არ ვიცი. თქვენ გეცოდინებათ, ვინ არის დედაენის ავტორი? აღმაშენებელი, გორგასალი თუ აბოთფილელი? აბოთფილელი. ვინ დაარსა ქალაქი თბილისი? ვინ დაარსა ქალაქი თბილისი? კობა ხაბაზმა, დავით აღმაშენებელმა თუ აბოთფილელმა? დავით აღმაშენებელი.
დებილები არ მორჩენა. ვინ იყო ვახტანგ ჭაბუკიანი, ეკონომიკის მინისტრი, ვალერონი თუმწერალი. წერალი. ეკონომიკის მინისტრი. მეგონი ეკონომიკის მინისტრი აზია რა. ეკონომიკის მინისტრი ჩემი აზრით აზია რა. ვალერონის მინისტრი, ხო? ხო იგარი. ვინ იყო ვახტანგ ჭაბუკიანი, ეკონომიკის მინისტრი. რა ვიცი. ეკონომიკის მინისტრი, ვალერონი თუმწერალი. წერალი. ეკონომიკის მინისტრი, ვალერონი თუმწერალი. წერალი. ვალერონი თუმწერალი. აუ მაგენი რა ვიცი. საქართველოს რომელ რეგიონში მდებარეობს თერჯოლა, სამეგრელო, გარეკახეთი თუ რაჭა? აუ, ვიჟან. I don't know. რომელ რეგიონში მდებარეობს? მაშინ. სამეგრელო. თერჯოლა. აუ ხა დამოვიწყდა რა. სამეგრელო. იმერეთში. თერჯოლა. გარეკახეთი. სამეგრელო. გარეკახეთი. სამეგრელო. იმერეთში. კახეთი. არა, თუ კი კახეთი. კახეთი ხო? სამეგრელო. სამეგრელო. თერჯოლა. გარეკახეთი. სამეგრელოში, ო, იქ დასავლეთში არ არის. გარეკახეთი არ არის სამეგრელო. მე მგონი. არა, თერჯოლა ხარ არის. თერჯოლა? არ ვიცი, მე მგონი რაჭა თუ არ სამეგრელო გავიცი. არა, მაგ. მიუხედავად იმისა, რომ კითხვები ნამდვილად ძალიან მარტივია, თერჯოლის მცხოვრებმაც კი არ იცოდნენ თერჯოლა სად მდებარეობს. იმედი გვაქვს, რომ ეს ახალგაზრდები მაინც გვიპასუხებენ. გამარჯობათ ახალგაზრდებო. აბა გითხარით, ვინ იყო ვახტანგ ჭაბუკიანი? არ გსურს ჩვენ გაცემა პასუხებდნენ არ მინდა. ბატონო? არ გსურს რომ გიპასუხოთ. რატომ მიზეზი? არ გსურს. მიზეზი? არ გსურს. როგორც ხედავთ, არ ვიცით რატომ, მაგრამ ახალგაზრდებში პროტესტის გრძნობასაც კი ვიცოთ. რაღაც გასაოცარია. ვინ არის პეტრე მელიქიშვილი? ეგ არ ვიცი. და ვინ არის ბიჭოლა? ბიჭოლა ჩემი კოლეგა. დიზაინერია. პეტრე მელიქიშვილი. და ბიჭოლა? ის ანტოგა. და თუ იცი ანრი ჯოხაძე ვინ არის? რა თქმა უნდა ვიცი. ეგ ვიცი. თქვენ თუ იცით ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი? და ანრი ჯოხაძე იცი ვინ არის? თუ იცი ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი? ბიჭოლა ვინ არის იცი? ბიჭოლა ეს ვიცა დიზაინერი. რომელ საუკუნეებში მეფობდა შოთა რუსთაველი? შოთა რუსთაველი? ვერ გეტყვით, არ არის დადასტურებული. რომელ საუკუნეებში მეფობდა შოთა რუსთაველი? მე-12. რომელ საუკუნეებში მეფობდა შოთა რუსთაველი? ალბათ მე-19-ში. მე-5-ში. ვინ არის ილია მართალი? ილია მართალი. და ბიჭოლა ვინ არის? ეგ ის არ არის. ბალიშებს რო რაღაცა ის. დიზაინერი. ძალიან დიზაინერი. ვინ არის ილია მართალი? ილია მართალი პატრიარქია თქვა. შენ თუ იცი ვინ იყო ილია მართალი? გადაგებელი. წმინდანი. საქართველოს მერამდენი პრეზიდენტია კონსტანტინე გამსახურდია. პირველი. კონსტანტინე გამსახურდია პირველი. საქართველოს მერამდენი პრეზიდენტია კონსტანტინე გამსახურდია. საქართველოს მერამდენი პრეზიდენტია კონსტანტინე გამსახურდია.